ჩვენ წავადეთ ამ პრობლემას. ბულინგს მოზარდები. და გადავწყვეტეთ რომ გავაკეთებია მასზე პრეზენტაცია. ბულინგი თანამედროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემად იქცა. იგი ადამიანზე ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ბულინგი შეიძლება გამოვლინდეს ყველგან, როგორც სკოლებში, ინტერნეტში და სამსახურებში. ბულინგი არის ძალაუფლების არასწორი გამოყენება. მაგალითი კი შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ ჩვენგან შესწავლილი მოთხრობიდან ჰეროდოსიდან. აქ წერას კარგად აქვს აღწერილი ბულინგი მოზარდებში. ბულინგის შესაძლებელი შეიძლება იყოს სიტყვიერი დაცვა და კიბერბულინგი. 21 საუკუნეში ბულინგი ძალიან ცნობილი გახდა, რადგან განსაკუთრებით ბულინგის მსხვერპლები ხდებიან ან მოზარდი. ბულინგს ადამიანის ფსიქიკაზე არანაირი დადებითი რამ გააჩნია. იგი მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე. სამწუხაროდ ბულინგის შედეგად ადამიანები თვითმფრინავენ და წკიმიდიან. კი ბატონო, აი ჩვენ ნაწარმოებში როგორ ხდება აი ამ ბულინგის გამოვლენა? ჩვენ ნაწარმოებში იარაღული ძალიდან ძალადობითაც ხდება და ისიც. ჯერ იგი ეუბნები მომიცით და თუ არ იციან მე უკვე ძალადობაზე გადადის. ფსიქოლოგიური ახსენეთ, რომელ პერსონაჟის მიმართ ვლინდება ეს ფსიქოლოგიური ძალადობა? კოკას. რაში გამოიხატება? დაშინებული და რას urჩევს ჯემას? რომ არ წახვიდე გაიქეცი, არ ეჭუო მაგას გავისეთ თავი. დაგმოვდრო შენ არ იცი როგორი ხელი აქვს. კარგი. მოზარდებში ბულინგი ხშირად იმ მიზეზით ხდება, რომ ადამიანი განსხვავებულია. ეს განსხვავებულება შეიძლება გამოიხატებოდეს იმით, რომ იგი გამოიყურებოდეს განსხვავება, ჰქონდეს სხვა ინტერესები ან შეიძლება იყოს უბრალოდ მორიდებული ან ჩუმი. სამწუხაროდ საზოგადოება ამ განსხვავებულებას სისუსტე დაიმხობს. და არ იციან, რომ სწორედ ეს განსხვავებულება უნდა იყოს ჩვენი სიმდიდრე. ბულინგთან მცირე ერთი ადამიანის საქმე არის, ბულინგთან უნდა იცოდონ მასწავლებელი, რომ ბავშვებმა და მშობლებმა, რადგან შექმნა ისეთი გარემო, სადაც ყველა უსახსრად და კომფორტულად იცნობს თავს. ნაწარმოებში თუ გვაქვს ჩვენ ისეთი მაგალითი, რომ აი ამ მოზარდებს ვინმე დაეხმარა. არავინ არ ეხმარებოდა და როგორ მოგვარდა პრობლემა? მასალა ჩემალი გამოჩნდა, რომელიც უკვე იარაღის თანასწორი იყო და ღირსეული მეტოქე. ხო, აი თავად ბიჭების შეგნება მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რამდენ ხანს გავაგრძელოთ ერთმანეთის ცემა, ხო? მაგრამ იქ არც დეი და არც მასწავლებლები რომ ხედავდნენ დილიდან საღამომდე ეს ბავშვები სწავლის გარეშე ქუჩაში იმყოფებოდნენ, არავის რეაგირება არ მოუხდებია. გიორგი. ბულინგი არის აგრესიული და ძალადობრივი ქცევის ფორმა, რომელიც მიზანს ისახავს სხვის დამცირებას. იგი ძირითადად ხანგრძლივად გრძელდება და ისეთ ადგილებში ხდება, სადაც მოძალადეს არ აქვს ნამდვილი წინააღმდეგობა. ჩვენ შეგვიძლია აქ ხანს გავალოთ ჰელადოში. იმიტომ რომ როცა იანგული ძალადობდა ამ ბავშვებზე, სანამ ჯემალი არ მოვიდა და მასთან ისეული მეტოქეობა არ გაუწია, ის არ გაჩნდა. ბულინგის ფიზიკური ბულინგი, ცემა, დაჯერა, ბიძგი, ვერბალური ბულინგი, დაცემა, შეურაცხყოფების სიტყვის მიყენება ადამიანის მიმართ, სოციალური და ემოციური ბულინგი, სხვებისაგან გარიყვა მეგობრების წარქმევა და დაცემა, კიბერბულინგი, ინტერნეტში საკუთარი ინფორმაციის გავრცელება და ინტერნეტში ასევე შეურაცხყოფის მიყენება. ასევე ბულინგის შედეგები არის მას ფსიქოლოგიური ტრავმა, დაბადება, შევიკრიბება, სოციალური იზოლაცია, აკადემიკური გაუარესება და ასე შემდეგ. რომელი და მახასიათებლები შეხვდა ჩვენ ნაწარმოებში? აქ მას თითქმის ყველა შეხვდას, მაგრამ კიბერბულინგი არ შეხვდა. ფსიქოლოგიური ტრავმა. რომელი იყო ვერბალური და რომელი იყო ფსიქოლოგიურად კოკა, რომელსაც აი დეშინია და ვინც გამოჩნდა წინააღმდეგე, მასაც კი არგეს. საბოლოოდ რა იყო ამ ბიჭების კონფლიქტის მიზეზი? ჯემალს უნდა დამკვიდრებოდა იანგულს ყოჩობა უნდა. და იანგულს ყოჩობა. რატომ უნდა ჯემალს აი სიმშვიდე? სოციალურად გაეროს ინიციატივა ბულინგის. სად იყო ეს გზა? სადაც ყოველდღე უნდა გაიგოს, სადაც უნდა მშვიდად გაიგოს და ყოველდღე ვერ ავიტანდა.
ვერ აიჭარდა. კი ბატონო. და რა გასწავლოთ ახლა აი ამ პრობლემაზე მუშაობა თქვენ რა დასკვნა შეიძლება ჩაგვრელები ვიქნებთ და საჩაგვრელები. არც დაჩაგვრელები, არც უნდა შეგვეშინდეს დამჩაგვრელის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არც ერთი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ. კარგი, დასხედით ბავშვები.